გამარჯობათ, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, გამთა ცინცაძესთან ერთად. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, დღეს ჩვენ ეთერში გვყავს ადამიანი, რომელიც ერთდროულად არის მასწავლებელი, მოტივატორი და თავისი სოფლის გულიც. მაღალმთიან სოფელში ცხოვრება არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა განათლებისთვის ბრძოლა ყოველდღიური გამოწვევაა. ჩვენი სტუმარი კი სწორედ ის ადამიანია, ვინც ბავშვებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ რწმენას, რომ დიდი მომავალი შეიძლება პატარა სოფლიდან დაიწყოს. მოგესალმებით, ქალბატონო ნანა, ხოთ გაიცნოთ ჩვენს რადიო მსმენელს, მოუყვეთ თქვენ შესახებ, საიდან ხართ, რას აკეთებს? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა თამთაშენ, რომ დაინტერესდი ჩემით და დრო დამიწმე. მე ვარ ნანა ირემაძე, ჩოხატაურის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელ ზოთში, ვარ სკოლის დირექტორი ამჟამად, სულ 2 წელია ვარ დირექტორი, ხოლო 10 წელია უკვე ვარ პედაგოგი. ძალიან სასიამოვნოა. მაღალმთიან სოფელში ცხოვრება ისედაც ძალიან დიდი გამოწვევაა დღევანდელ პირობებში ჩვენთვის. რატომ აირჩიეთ ზოგადად მასწავლებლის პროფესია და როგორია იყოთ დირექტორი? იცით რა, ეხლა სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიყავი ბავშვობაში ისე განწყობილი, რომ ამ პროფესიაზე მეოცნება, სიმართლე რომ გითხრათ, რომ ეკითხა ვინმე ჩემთვის, ვეტყოდი რომ არ გავხდებოდი მასწავლებელი, მაგრამ რაღაცნაირად ეს სპონტანურად მოხდა, ყოველთვის მინდოდა რომ ბავშვობაში ყოფილიყავი იურისტი. უпростоრედ მინდოდა ისეთი პროფესია მქონოდა, რომ ჩემი პროფესია უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან. და როდესაც ჩავაბარე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 1 წლის მერე უნდა ამერჩია პროფესია და აი მაშინ მივხვდი რომ აი საერთოდ არ მინდოდა იურისტობა და მინდოდა მასწავლებლობა. არ ვიცი რა მიმოქმედა ჩემმა ახლად შეძენილმა მეგობრებმა, ჩემმა პროფესორ მასწავლებლებმა, ნუ რაღაცა მიმოქმედა ჩემზე რომ გადავწყვიტე მასწავლებლობა და აი პირველი კითხვა რაც დაუსვი, როდესაც შევედი დეკანატში, იყო რომ თუ ქონდათ ასეთი პროფესია, აი სამოქალაქო განათლების მასწავლებლობა, რომ მესწავლა პირდაპირ, მაგრამ მითხრეს რომ არა, მაგრამ შემეძლო რომ ეს საგანი მესწავლებია, თუ კი ავირჩევდი ისტორიას. ანუ გამოდის რომ ისტორიის ფაკულტეტზე გადავწყვიტე სწავლა, იმიტომ რომ თავიდანვე ვიცოდი რომ მინდოდა მესწავლებინა სამოქალაქო განათლება. და აი ესე აღმოჩნდი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის ბაკალავრის კურსზე. ზოგადად სამოქალაქო მასწავლებლობა ძალიან ახლოსაა სამართალთან და ალბათ მაგიტომაც ქონდათ. დიახ, მეც ასე ვფიქრობ, მოგეხსენებათ ადრე ისწავლებოდა მხოლოდ 2 კლასში, მე-9 და მე-10 კლასში და ანუ როგორც ასეთი საათებიც მცირე იყო და იცით რაღაცნაირად ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მასწავლებლებს, რომ არ იყო საინტერესო საგანი და არავის არ უნდოდა რომ ესწავლებინა, არ ჰქონდათ ესეთი მაღალი мотиваცია ამ საგნის სწავლების მიმართ. რატომღაც და აი მე ბავშვობიდან მიყვარდა, აი როცა ვსწავლობდი, როცა მოსწავლე ვიყავ, მაშინაც ძალიან მიყვარდა ეს საგანი და შემდეგშიც მინდოდა რომ ესწავლებინა ეს საგანი, აი ამ კურსზე მე ვისწავლე სამოქალაქო განათლების სწავლების მეთოდიკა და აი ყველაზე მეტად დამეხმარა ამ კურსის გავლა იმაში, რომ გამოვსულიყავი მასწავლებელი. როგორ მოხდით ამ მაღალმთიან სოფელში და რა იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება? მე ამ სოფელში ვცხოვრობ, აქ დავიბადე, გავიზარდე და შემდეგ ოჯახიც აქ შევქმენი, ასე რომ ქალაქურობა ჩემთვის არის ძალიან ორგანული. ძალიან მიხარია, ნამდვილად ბედნიერი ვარ და აი არანაირი რაღაცა არის ხოლმე, აი არ მინდოდა თავიდან აქ დამეწყო მასწავლებლობა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, აი ესეთი რაღაც ხშირად მომისმენია სოფელში მყოფი მასწავლებლებისგან, მაგრამ აი მე პირიქით აი ძალიან მინდოდა რომ აქედან დაწყებულიყო ჩემი მასწავლებლის პროფესია, ჯერ კიდევ დიდი გეგმები მაქვს ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ძირითადად მიდიან ხოლმე ბავშვები აქ სოფლებიდან, ფიქრობენ იმას, რომ დიდ ქალაქებში დარჩებიან, რადგან იქ განვითარების მეტი პერსპექტივაა და ძალიან ცოტა ისეთი ადამიანები, ვინც უკან ბრუნდება და ამ ახალ ინფორმაციას თავის სოფელს გამოაყენებიებს ხოლმე. ძალიან სასიამოვნოა ესეთი ადამიანების გაცნობა, რომლებიც ფიქრობენ თავიანთი თემის სოფლის განვითარებაზე. და დიდი მადლობა მინდა გითხრათ მე პირადად. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. ანუ რა ხდება იცით,
მე მიმაჩნია, რომ აი მასწავლებელს ყველაზე მეტად საკუთარი თავის გამოცდა და საკუთარი შესაძლებლობის დამტკიცება სწორედ სოფლის სკოლაში შეუძლია. იმიტომ რომ თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ ჩვენთან უფრო მეტი გამოწვევა ქალაქის სკოლებთან შედარებით, უფრო მეტი ბრძოლა გვიწევს მასწავლებლებს, ესე ვიტყოდი, რომ გარკვეული უნარები შეუძინოთ ჩვენს ბავშვებს, ჩამოუყალიბოთ ისეთი შეხედულებები, რაც შემდგომში ცხოვრებაში გამოადგებათ. ამიტომაც მგონია, რომ ის სოფლის სკოლაში, როდესაც მუშაობ მასწავლებლად, შეგიძლია თქვა, რომ შემდგარი მასწავლებელი ხარ. თქვენ ისაუბრეთ мотивაციაზე. როგორია ბავშვების мотивაცია სწავლაზე მაღალმთიან სოფლებში? აქ ცოტა შეიძლება, როდესაც ქალაქის ბავშვს შეიძლება სხვა რაღაცა უღვიძებდეს мотивაციას, აქ სულ სხვა რაღაცა, ანუ თაში ბავშვებს სჭირდებათ იმის დანახვა, თუ როგორ უკავშირდება ცოდნა მათ ცხოვრებას, მათ მომავალს. ამიტომ, როდესაც ჩვენ მათ ვაჩვენებთ, რომ განათლება არის გზა საკუთარი სოფლის განვითარებისთვის და საკუთარი თემის განვითარებისთვის და რომ განათლებით შესაძლებელია, რომ ყველაფერი შეიცვალოს, მათი ინტერესები ბუნებრივია, რომ იზრდება. ამიტომაც მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო, ასე ვთქვათ, ერთგვარი ხიდი ამ ბავშვებისთვის, რომ ეს ყველაფერი დაინახონ. ზოგადად მაღალმთიანი სოფლის სკოლა, ანუ სოფლის მოსწავლეები განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევიან, ბუნებრივია. აქ მათ კარგად იციან შრომის ფასი და ეს შრომის მოყვარეობა გადმოყვებათ სწავლაშიც, რა თქმა უნდა, თუ კი მასწავლებელი უწყობს ხელს ამ პროცესში და მათი мотивაცია ხშირად სწორედ იმით არის განპირობებული, რომ დაამტკიცონ, რომ რეგიონული დაშორება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ინტელექტუალურადაც დაშორებულები არიან ქალაქის ბავშვებისგან. ძალიან კარგი. რა პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში? თუ აქვთ რაიმე ესეთი პრობლემები, რაც შეიძლება არაწუხებდეთ უფრო რაიონის ბავშვებს, ქალაქის ბავშვებს? დიახ. აი, იცით, მე ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, რომ ქალაქის სკოლებში ერთ-ერთი პრობლემად მიმაჩნია სკოლაში ბავშვების დიდი რაოდენობა და ამ მხრივ ნამდვილად ესე ვთქვათ, ბედნიერები არიან ჩვენი მოსწავლეები, იმიტომ რომ ჩვენ ამჟამად გვყავს კლასი, სადაც მაქსიმალური რაოდენობა არის 14 ბავშვი, მაგრამ გვყავს ისეთი, რომ გვყავს 5 ბავშვიანი კლასიც გვყავს. ეს რაოდენობა უწყობს ხელს იმას, რომ ყოველთვის იყვნენ ბავშვები მასწავლებლისთვის ყურადღების ცენტრში. არც ერთი ბავშვი არ რჩება უყურადღებოდ. მაგრამ მაღალმთიან სოფელში მცხოვრები მოსწავლეების პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, რაც მათ ყოველდღიურობას ახლავს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთგვარი ბრძოლა, იმიტომ რომ მაგალითად თუნდაც ავიღოთ ახლა ჩვენთან არის ზამთარი და ყოველთვის ასეთი დიდი ზამთარია და ბავშვებს ამ დროს უწევთ ფეხით გადაადგილებას სამწუხაროდ, რაც უკვე მათ განწყობას, ასე ვთქვათ, სკოლაში მისვლამდე აფუჭებს, ასე ვთქვათ. ბავშვები ასევე სკოლის შემდეგ არიან ჩართული საოჯახო მეურნეობაში. მაგრამ ამას პრობლემად ვერც აღვიქვამს, იმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ ესეც ერთგვარი აღზრდაა, ბავშვი დაეხმაროს მშობელს იმაში, რისი გაკეთებაც შეუძლია და რაც მის შესაძლებლობებს აღემატება, იმას ბუნებრივია, რომ არც ერთი მშობელი არც დაავალებს. ამიტომაც ჩვენი მიზანი არის, რომ სკოლაში ყველა მოსწავლისთვის მეორე პლანზე გადავიდეს ყველანაირი ყოფითი პრობლემები, რაც ბუნებრივია, რომ ახლავს მათ ყოველდღიურობას და დაინახონ, რომ განათლება არის ის გზა, რომელიც მათ ყველანაირი ბარიერის გადალახვაში დაეხმარება და თუნდაც დავაფიქროთ იმაზე, რომ მათი ყოველდღიური ყოფა როგორიც არის, თუ მათ რაიმე შეცვლა უნდათ, სწორედ ამის მიღწევაც განათლებით არის შესაძლებელი. თქვენი აზრით, რით განსხვავდება სოფლის ბავშვების ოცნებები ქალაქის ბავშვებისგან? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ორივე შემთხვევაში ოცნებების მასშტაბი შეიძლება იყოს ერთნაირი. ამ ოცნებებს სხვადასხვა ფერს აძლევს გარემო, სადაც ისინი არიან, იმიტომ რომ სოფლის ბავშვები უფრო ახლოს არიან რეალურ შრომასთან და ჩემი აზრით მათი ოცნებები უფრო ჰუმანურია. თუ ქალაქელი ბავშვი ოცნებობს, რომ მაგალითად რომ ვთქვათ, თუ ოცნებობს, რომ უნდა გახდეს წარმატებული, რადგან უნდა რომ ცნობილი გახდეს, ამ დროს შეიძლება სოფლელი ბავშვის ოცნება იყოს ის, რომ უნდა რომ გახდეს წარმატებული, რადგან გამოადგეს საკუთარ სოფელს, საკუთარ თემს.
აი ამიტომ აქედან გამომდინარე, გარემოდან გამომდინარე მათი ოცნებები განსხვავდება, თორემ აი მასშტაბურად შეიძლება რაღაცა გრანდიოზულზე ოცნებობს ორივე მათგანი და ეს აი მაგალითად ხშირად მომისმენია ჩემი მოსწავლებისგან რა კარგი იქნება და ჩვენ სოფელში ტურიზმი რომ განვითარდესო და აი ეს ძალიან მომწონს ამაზე რომ ფიქრობენ, რადგან უკვე რაღაცნაირად წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება სოფლის განვითარება, თემის განვითარება და შესაბამისად ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ სოფლები არ დაიცლება, რაც დღესდღეობით ძალიან დიდი პრობლემაა და ნამდვილად რეალურად აქვს მართლაც ჩვენ სოფელს ტურისტული პოტენციალი და ეს რომ ბავშვებმა დაინახეს და თვითონ აღნიშნეს, ნამდვილად დასაფასებელია. ასევე მინდა დავამატო, რომ ის სოფლის ბავშვის ოცნება მე ვფიქრობ, რომ უფრო გამძლეა, რადგან იცის, რომ ამ ოცნებების ასასრულებლად ბევრი შრომაა საჭირო. რა თქმა უნდა, ანალოგიურად იცის ქალაქელმა ბავშვმაც, ვინც კარგად აცნობიერებს ამას, მაგრამ აი რაღაცნაირად რა ვთქვა, რეალურად ქალაქელ ბავშვებს უფრო ნაკლები ფიქრი უწევთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას სოფლის და სოფლები იმდენად არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურით, რაღაცა აი ტრანსპორტით და ანუ ალბათ საკუთრით უფრო იქნება ისა. აი ნახეთ ხა ჩვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ხშირად გვიწევს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ასეთი აქტივობების განხორციელება, აღმოაჩინეს შენს თემში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და ვიმსჯელოთ მასზე, მივცეთ მას პროექტის სახე და აი სანამ სულ რაღაც 2 წელია ჩვენ გვაქვს ასფალტირებული გზა და სანამ ეს გზა გაგვიკეთდებოდა, უკვე წინასწარ ვიცოდი ბავშვები რას დაწერდნენ, იმიტომ რომ ისინი კარგად ხედავდნენ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას, რაც იყო ჩვენ სოფელში. ეხლა შეიძლება აი მაგალითად ასახელებენ ხშირად რომ დანაგვიანების პრობლემაა, იმიტომ რომ არ არის საკმარისი რაოდენობით ნაგვისურნები დადგმული მხოლოდ ცენტრალურ გზაზეა და აი წარმოიდგინეთ ეხლა როდესაც ბავშვს სოფლის ასეთ პრობლემებზე უწევს ფიქრი, ბუნებრივია ამ დროს მისი გონება უფრო ვითარდება, ანუ ეს უკვე მისთვის მასშტაბურია, იმიტომ რომ რაღაცა პირადზე კი არ ფიქრობს, პირადზე კი არ ოცნებობს, ფიქრობს რომ როგორ გამოასწოროს თემში არსებული მდგომარეობა და თემში არსებული უარყოფითი ცნობიერების ამაღლებაზე ვმუშაობთ ხშირად და აი მაგალითად ამჟამად ვმუშაობთ ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც სენმა დაგვიფინანსა, ეს არის სუფთად შევინარჩუნოთ ჩვენი გუბაზეული და ეს პროექტი შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად ბავშვების ჩართულობით იქნა დაწერილი ჩემს მიერ და ასევე სრულიად მათი ჩართულობით ხორციელდება ამ მშობლების დახმარებით და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ შეიძლება ნუ ქალაქი ბუნებრივია ახლა უფრო დიდია და ბავშვები იქ ახლა ესეთ პრობლემებს შეიძლება არ აქცევენ ყურადღებას ან მნიშვნელოვნად არ თლიან იქიდან გამომდინარე რომ არ არის მათი მოსაგვარებელი, ასე ვთქვათ, მათი საფიქრალი ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ასეთ პატარა სოფელში, როდესაც სკოლა ფაქტიურად ერთადერთი კულტურული ცენტრია, ჩვენ გვიხდება რომ ვიზრუნოთ არა მარტო სკოლის განვითარებაზე, არამედ მთლიანად თემის განვითარებაზე. რა არის ყველაზე რთული მასწავლებლისათვის ასეთ გარემოში? მაგალითად ახლა ბუნებრივია უფრო მეტი სირთულეა და როდესაც მაღალმთიანი სოფლის სკოლის მასწავლებელი ხარ, ამას უკვე აცნობიერებ. მაგრამ აი ისეთი პრობლემა მაგალითად როგორიც არის, ჩვენ არ გვაქვს ინტერნეტის თანწმობის პრობლემა და არც ტექნოლოგიური უნარების ნაკლებობა არ არის მასწავლებლებში ნამდვილად, მაგრამ სირთულე არის ის, რომ მოსწავლეს ვერ თავაზობთ რაღაცეროვან გარემოს, აი მაგალითად აქ იმის თქმა მინდა, რომ სკოლის შენობა გვაქვს ძალიან დიდი, ახალი, მაგრამ აქ არ არის სკოლას სამწუხაროდ არ აქვს თუნდაც სააქტო დარბაზი. ჩვენ პროექტის ფარგლებში ჩოხატაურის მერიამ გაგვიკეთა ახალგაზრდული ცენტრი. აი ეს სწორედ ამ იდეით იყო განპირობებული, რომ მრავალფეროვანი გარემოს შეთავაზება და არა მარტო ჩვენი მოსწავლეებისთვის, არამედ თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. მაგრამ ეს ოთახი გვაქვს სკოლის თანხმარე შენობაში, რომელიც სარემონტოა და ვცდილობთ გამოვიყენოთ, მაგრამ თლად ისეთ ფუნქციას ვერ ასრულებს, როგორც უნდა ასრულებდეს. ამიტომ ვფიქრობ, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა და მაქსიმალურად ვცდილობ ასევე, რომ მოვაგვარო. გვაქვს ძალიან დიდი სკოლის ეზო, აი სწორედ სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე ვზრუნავ ახლა, რომ აქ მოვაწყო დასავსენებელი სივრცეები რაღაცა სკვერის სახით.
მაგრამ სამწუხაროდ ზამთარი ძალიან დიდია და ბუნებრივია ამ ხელათოვლში სკოლის ეზოს გამოყენება ძალიანაც რომ გვინდოდეს შეუძლებელია. ასე რომ ერთ-ერთი პრობლემაც სწორედ მრავალფეროვანი გარემოს არარსებობა დავასახელებდი მნიშვნელოვანს ასე. ახლა აუცილებელია ბავშვების განვითარებისთვის და სოციალიზაციისთვის. რა არის ყველაზე სასიხარულო? ალბათ ამ პრობლემების მოგვარება. თქვენ ჩამოთვალეთ. დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ნებისმიერ წამოწყებაში ბავშვების მაღალი ჩართულობა, მოტივირებული და მონდომებულები არიან. ჩვენ უკვე მესამე წელია სკოლაში გვაქვს ეკოკლუბი და ნიკო გეცხოველი სასკოლო პრემიის კონკურსში ვართ ჩართულები და ისეთი მოტივირებულები არიან ამ კლუბის ბავშვები, ისეთ საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ. ანუ ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი კონკურსი, რაც შემოგვაქვს, თითქოს რუბელივით ისრუტავენ ჩვენი ბავშვები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ქონდეთ ამის ნაკლებობა ამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გააქტიურდა ჩვენ სკოლაში პროექტული სწავლობა და არაფორმალური აქტივობები. შესაბამისად, ეს ყველაფერი რომ ძალიან მოსწონთ ბავშვებს და სასიხარულოა, იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც მასწავლებელი მაქსიმალურად იხარჯები ბავშვისთვის, ყველაზე მეტად სასიხარულო სწორედ ის არის, რომ ბავშვი ამას იღებს ისე, როგორც გინდა რომ მიიღოს და ის უნარები უყალიბდება, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სკოლის ერთ-ერთი ბოლოს მიღწეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ სკოლაში გასულ სასწავლო წელს დაიწყო სამინისტროს მიერ ინიცირებული STEM ექსტრაკურიკულური პროგრამის დანერგვა. ამ პროგრამის დანერგვის პროცესში ჩართული იყო ჩვენი ორი პედაგოგი საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრიდან, ნესტანი მიქელაძე და თეა ირემაძე. ისინი არიან ახალგაზრდა მოტივირებული პედაგოგები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს. ეს პროექტი დაიწყო გასულ წელს, გაგრძელდა მიმდინარე სასწავლო წელსაც და ერთგვარი კონკურსი ჰქონდათ, უნდა შექმნილიყო მაკეტი. სკოლას უნდა აერჩია შექმნიდა მომავლის სკოლის მაკეტს, მომავლის ქალაქის მაკეტს. და ჩვენი სკოლის ბავშვებმა და პედაგოგებმა აერჩიეს მომავლის სკოლის მაკეტი და ჩვენ ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ იმ ფაქტით, რომ ჩვენი მოსწავლების მიერ შექმნილი მაკეტი მოხდა 30 საუკეთესო მაკეტს შორის. ვიყავით მიწვეულები თბილისში დაჯილდოებაზე, იმყოფებოდნენ ჩვენი პედაგოგები და ბავშვები და ეს მაკეტი ყოველთვის საპატიო ადგილს დაიკავებს ჩვენ სკოლაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ბავშვებს და მასწავლებლებს, რომ სკოლას ასეთი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანეს. ძალიან სასიხარულოა. თქვენ ძალიან აქტიური ადამიანი ხართ, როგორც ვიცი. სკოლის გარდა სხვადასხვა პროექტებში იღებთ მონაწილეობას და ყველა ტრენინგს, რაც თქვენი პროფესიის განვითარებისთვისაა საჭირო, თითქმის ესწრებით და აქტიური მოქალაქე ხართ. გქონიათ თუ არა ისეთი სიტუაცია, რომ გიფიქრიათ იმაზე, რომ მოდი აღარ შემიძლია და თავს დავანებებთ და რა გაძლევთ მოტივაციას იმისთვის, რომ გააგრძელოთ თქვენი საქმე ესე აქტიურად და დიდი შემართებით. ბუნებრივია არის ხოლმე მომენტები, როდესაც რაღაც პრობლემებს აწყდები და გიჭირს ეს პიროვნული თვისებებია. მაგრამ თავის დავინებებაზე არასოდეს არ მიფიქრია, რადგან ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ აღმართს ყოველთვის მოყვება დაღმართი და პროფესიონალი მაშინ ხარ, როცა ყოველთვის პოულობ გამოსავალს და თუ დანებდი, მაშინ გამოდის, რომ რაღაცა გაკლია და არ ხარ ბოლომდე ჩამოყალიბებული არც საკუთარ თავში და არც საკუთარ პროფესიაში. მასწავლებლის პროფესია არ არის ფიქრობ ისეთი პროფესია, რომ ისეთ სირთულეს არ გადააწყდები მასწავლებელი, რომ იფიქრო თავს დავანებებ. რაც შეეხება ახლა აქტივობებს, რომლებშიც მე ვარ ჩართული, ამ ყველაფერს ბუნებრივია საკუთარი სურვილით ვაკეთებ და დიდი სიამოვნებით, შემიძლია ვთქვა, რომ ამას გარეშე ფაქტიურად არ შემიძლია, ყოველთვის ვეძებ რაღაცას და ასევე ხშირად არის ხოლმე ხშირად ზოხუმრობენ ჩვენი ბავშვები, რომ როდესაც შემოდის ნანამასწავლებელი, ვიცით, რომ ახალი პროექტის შესახებ უნდა გვითხრასო. ანუ თუ ისეთ სკოლაში შევდივარ, სადაც არ ვასწავლი, ყოველთვის იციან, რომ რაღაც ახალი ამბავი უნდა მიუტანო და მოსწონთ ეს ძალიან ბავშვებს და ამიტომ
ამ ყველაფრის ფონზე ვფიქრობ, რომ არც ვიფიქრებ, რომ მასწავლებლის პროფესიას თავი დავანებო. პირიქით აი ამ სფეროში მინდა რომ კიდევ უფრო წინ წავიდე და აი ახლა ამჟამად მაგისტრის გამოცდისთვის ვემზადები და მინდა რომ მაგისტრატურაზე ვისწავლო აუცილებლად. წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ. რას ვცდილობთ ყველაზე მეტად ასწავლოთ თქვენ მოსწავლეებს? ყველაზე მეტად ვცდილობ ბავშვებს ვასწავლო ისეთი უნარები და ისეთი ანუ ემპათიურები იყვნენ ტოლერანტები და შემწყნარებლები, ბუნებრივია რომ მრავალფეროვან გარემოში გვიწევს ცხოვრება. მოგეხსენებათ რომ ჩვენი სოფელი არის მთლიანად მუსლიმანები და აი ჩვენს ბავშვებს შემიძლიათ ამამად ითქვათ რომ არასოდეს არ ქონიათ იმის დისკომფორტი რომ თვითონ მუსლიმანები არიან, არასოდეს არ მალავენ საკუთარ იდენტობას, პატივს სცემენ სხვების რელიგიას, სხვების იდენტობას, ამიტომ ეს არის ნამდვილად ძალიან საამაყო და სწორედ ამის სწავლებას ვცდილობთ ყველაზე მეტად მთლიანად სასკოლო საზოგადოება, მე ბუნებრივია უფრო მეტად მიწევს შეხება ამაზე, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელს. გარდა ამისა, ანუ როგორ ვიცხოვროთ ჰარმონიულად ამ კულტურულად მრავალფეროვან გარემოში, ამაზე ვაკეთებთ ყოველთვის აქცენტს და რომ აუცილებლად უნდა იყვნენ ემპათიურები და არასოდეს არ უნდა მოექცნენ ისე სხვებს, როგორც არ გავხარდებოდათ მათ რომ მოექცნენ. ანუ ეს ის მნიშვნელოვანი უნარებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეს ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერი მიმართულების ადამიანმა და ეს ყველაფერი ბუნებრივია არც შეიძლება საგაკვეთილო პროცესში ვერც ასწავლო ბავშვს. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებლობა, რომ ბავშვი ჩვენზე დაკვირვებით სწავლობს და აკვირდება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აკვირდება გარემოს, ჩვენთან ძალიან დიდ როლს თამაშობს ასევე სათემო საზოგადოება და აი მაქსიმალურად ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ეს ჯაჭვი შევკრათ ისე რომ ყველამ ერთიანად ვიზრუნოთ მათ პიროვნულ განვითარებას. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია თქვენი მხრიდან ეს ყველაფერი. თქვენი აზრით როგორ ხედავთ სოფლის მომავალს? აი წლების შემდეგ ფიქრობთ იმას, რომ დაიცლება სოფელი თუ უფრო მეტად დაბრუნდებიან ბავშვები და განვითარდება? არ ვფიქრობ, რომ დაიცლება, თუმცა სამწუხაროდ სკოლაში ბავშვები თანდათან უფრო მცირდება, მიდიან სამწუხაროდ იმ მიზეზით, რომ არ არის ადგილზე დასაქმების ბევრი შესაძლებლობა, თუმცა მაინც მგონია, რომ არის გარკვეული პერსპექტივა ამ სოფელში და სწორედ ამ ჩვენი აღზრდილი ბავშვებიდან გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ სოფლის განვითარებაზე იზრუნებს. აი ვახსენე მე საუბარში ტურიზმიდან ნამდვილად გვაქვს ეს პოტენციალი და თუ ტურიზმი განვითარდება ჩვენ სოფელში ნამდვილად არ დაიცლება და პირიქით შეიძლება ვინც წასულია ქალაქში ისინიც კი უკან დაბრუნდნენ და იმ ყველაფრის ფონზე რომ ნელ-ნელა წესრიგდება ინფრასტრუქტურა არის საკმაოდ დასახლებული სოფელი გვაქვს ბაღის სკოლა ნამდვილად ჯერჯერობით არ ვფიქრობ იმაზე რომ შეიძლება სოფელი დაიცალოს აი პირიქით მჯერა რომ აუცილებლად უფრო განვითარდება. ძირითადი მიზეზების გამო ქალაქში მიდიან არის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა აი ძალიან ბევრია ახლა ჩვენთან ისეთი ადამიანი, ვისაც ქალაქშიც აქვს შეძენილი ბინები, მაგრამ მაინც სოფელში ცხოვრობენ. ის შეუძინა მომავალ თაობას და ასეთი ადამიანები, ასეთი ოჯახები ნამდვილად დასაფასებელი არიან და ზოგი პირიქით ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიდის. ამიტომ მე მგონია რომ თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ სოფელში დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები არ წავლენ. ქალბატონი ნანა, ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვებსო უჭირთო ფეხით გადაადგილებაო, გავიგერო შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გყავთ, მაგრამ აი თქვენი სოფლიდან ჩოხატაურამდე თუ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც შესაძლებლობა აქვს ბავშვებს, რომ დაუშვათ იარონ სხვადასხვა წრეებზე, ან მოსახლეობას. მე ფეხით სიარული ვახსენე წაღან კი, იმიტომ რომ ეხლა დიდი თოვლი როცა მაშინ არის რთული ტრანსპორტის მოძრაობა თორემ ისე რა თქმა უნდა სკოლას ტრანსპორტი ემსახურება. რაც შეეხება ჩოხატაურისკენ ტრანსპორტს
გასულ წელს ჩვენ მერიასთან მოლაპარაკებით მოვახერხეთ და დაგვინიშნეს ტრანსპორტი, რომელიც ბავშვებს ატარებს წრეებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქალაქის ბავშვებისგან განსხვავებით ჩვენს ბავშვებს არ ქონდათ შესაძლებლობა ამ თავისუფალ წრეებზე სიარულის და საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის. ყოველდღე დადის ტრანსპორტი გაკვეთილების შემდეგ და ბავშვები დადიან ხატვაზე, ცეკვაზე, საესტრადო სიმღერებზე, ჟურნალისტთა წრეზეც დადიან ჩვენგან ბავშვები, გიტარაზეც, ფანდურზე და მოკლედ ყველა რაღაცნაირად ცდილობს რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინოს და უფრო განავითაროს და ეს ძალიან კარგია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წრეებზე რომ აქვთ ბავშვებს სიარულის საშუალება. ისე აი სოფელს რომ ემსახურებოდეს ესეთი ტრანსპორტი არ დადის, მხოლოდ კვირაში 2 დღეს დადის, ოზურგეთის მიმართულებით ყოველ დღე არ დადის. იქედან გამომდინარე რომ ყველას თავისი ტრანსპორტი ჰყავს და ბუნებრივია ეხლა რომ ცარიელი ხომ არ ივლის გასაგებია. მოდით დასასრულისკენ წავიდეთ, ეხლა მეც რომ დიდად არ გადაგვირთოთ, რა გაძლევთ ყველაზე დიდ ძალას, როცა გიჭირთ? როცა გიგრძნიათ ყველაზე დიდი სიამაყე, როგორც მასწავლებელს და როგორც ადამიანს, რომელიც მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. საამაყოა, როდესაც ჩვენი მოსწავლეები გარკვეულ წარმატებებს აღწევენ, როდესაც სტუდენტები ხდებიან, ძალიან ბევრ მათგანს გრანტიც აუღია, ეს ბუნებრივია, რომ მასწავლებლებს გვეამაყება. ასევე განსაკუთრებულად ბავშვებთან ყოველთვის ვცდილობ, რომ მქონდეს მეგობრული ურთიერთობა და აი როცა ვგრძნობ მათგანაც, რომ რაღაცნაირად ვეიმედები, აი შემოდიან ჩემთან და შეუძლიათ აი თავისუფლად ისაუბრონ, ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. ანუ მე არ მინდა რომ ვიყო ისეთი მასწავლებელი, რომ ბავშვს ჩემი ეშინოდეს, თუმცა დღეს მე მგონი ასეთი მასწავლებელი არც არსებობს, მაგრამ გარკვეული ზღვარის ფარგლებში ბავშვს შეუძლია რომ ჩემთან შემოვიდეს და რაღაცა მნიშვნელოვან საკითხებზე თავისუფლად ვისაუბროთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დასასრულისკენ პატარა ბლიცი გავაკეთოთ, სადაც შეგიძლიათ 2 სიტყვით გითხრათ პასუხები. დილა სოფელში თუ ქალაქში? სოფელში. 1 სიტყვით თქვენი მოსწავლეები. თავისუფალი. გაკვეთილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებოდათ. ჩემი პირველი გაკვეთილი. სარცი თუ ტექნოლოგიები? ტექნოლოგიები. ყველაზე დიდი გამოწვევა სკოლაში? გაკვეთილზე რთული ქცევის მართვა. სოფელი გაძლევთ მეც თუ გაკლებთ? ვაძლევს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თქვენაირი ადამიანები რო არსებობენ, რომლებიც არტოვებენ სოფლებს, იქ რჩებიან და ბავშვებსაც აძლევენ შესაძლებლობას და მოტივაციას იმის, რომ განვითარდნენ, დაბრუნდნენ სწავლის მერე სოფელში და განავითარონ თავიანთი სოფელი, რაიონი და რა თქმა უნდა ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.